გამარჯობათ, მე ვარ ლეონ პატარიძე, რა სამურაის კაპიტანი. მე მგონი მიცნობთ უკვე პირველი გამა გრაპლინგის ივენთი გავხსენით ჩვენ რა სამურაიმ და ბლეკ იგლსმა. რა ვიცი, პირველი შეხვედრები რაც იყო, სამწუხაროდ წავაგეთ. კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ ვართ წაგების გამო. ამ ეტაპზე ხვდებით მარნეული ტიმს. დიდი იმედი გვაქვს მოგების. გუნდს რაც შეეხება, ორი მებრძოლი შევცვალეთ. დაგვემატა ორი ახალი, ერთი 16 წლის გიორგი პავლიაშვილი და ერთი 20 წლის სოსო შარიფაშვილი. რა ვიცი, გამას მაყურებელს მოუწოდებ მოვიდნენ, მოუწოდებ გამა FC TV-ს გამოწერას. ჩვენი პრომოკოდი შეუძლია ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით როგორც ბილეთებზე, ასევე გამოწერებზეც. ჩვენი პრომოკოდი არის სამურაი. რაც შეეხება გამა გრაპლინგის პირველ შეხვედრებს, გახსნა მოხდა ჩვენი მებრძოლით ნიკა ბერუაშვილის და სიჭინავას შეხვედრით. ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო, იქნა გამომდინარე, რომ დამატებითი დროებით გადადიოდა რამოდენიმე ეგეთი. ნიკა მოიგო პირველი შეხვედრა. შემდეგ უბრალოდ მოხდა ესეთი სიტუაცია, რომ მუშკუდიანის გამოსვლის შემდეგ, რასაც ნამდვილად რაღაც მომენტში არ ველოდებოდით, იმიტომ რომ სამი მებრძოლი გაგვიგდო, ესე ვთქვათ. ძალიან კაი ბიჭია მუშკუდიანი. რა ვიცი, როგორ ვთქვათ, აი ცოტა მოულოდნელი იყო რაღაც მხრივ, რომ ესე მიაყოლა და ბრავო მუშკუდიანს, ნამდვილად. რაც შეეხება ჩემი დამეკოს შერკინებას, როგორ ვთქვათ, წონა მაინც თავის იქნა, ჩემზე 20 კილოთი მძიმე იყო და რაც არ უნდა იყოს, ეხლა ყველამ კარგად ვიცი ჭიდაობაში თითოეულ კილოგრამს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამიკო ძალიან კაი ბიჭია, ტექნიკურადაც და ფიზიკურადაც. რა ვიცი, ვიყურეთ მარნეულთან, შევეცდებით, რომ მაქსიმუმი დავდოთ. რაც შეეხება ჩვენს ეხლანდელ მოწინააღმდეგეს მარნეული ტიმს, აქედან იმრანს ვიცნობ, კარგი ბიჭი არის, ნამდვილად. ვიცნობ ელჩიევს, ასაკობრივად ერთ-ერთი უხუცესია მე მგონებ მაგათ გუნდში. ცვლილებები აქვთ მაგათაც გუნდის შემადგენლობაში, დანარჩენ ბიჭებს ნამდვილად არ ვიცნობ. რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი გვაქვს მოგების, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდმა პირველი ბრძოლები წავაგეთ. შესაბამისად, როგორ ვთქვათ, დასაკარგი ნამდვილად არაფერი არ გვაქვს, პირიქით წინ უნდა წავიწიოთ, იმიტომ რომ როგორც ესეთი ცხრილი მოგებების უნდა ავწიოთ ჩვენი გამარჯვებით. რაც შეეხება ჩვენ ახალ წევრებს, გიორგი პავლიაშვილი 16 წლის, ნამდვილად საამაყო ბიჭი არის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში მოიგო ჯიუ-ჯიტსუ საქართველო, ADC-ის ჯორჯია და ფორტის ჯორჯია მოიგო. მართალია 16 წლის არის, მაგრამ ძალიან აზრიანი და ტექნიკური ბიჭი არის. ტექნიკის მხრივ მე უპირატესობას მივანიჭებდი და ერთ-ერთი ფაქტორი იმის, რომ შემდგომ ბრძოლებში გამოვიყენოთ, ძალიან დიდი არის მაგისი. რაც შეეხება მეორე ჩვენ გუნდის ახალ წევრს, სოსო შარიფაშვილს 20 წლის. მას აქვს ფორტის ჯორჯიას მესამე ადგილი. რამოდენიმე თვეა რა ჩვენთან ვარჯიშობს. არის უაღრესად ძლიერი ფიზიკურად. დიდი წონა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი და ერთ-ერთი ფაქტორი ძალის მხრივ არის მისი გამოყენება ამ შემთხვევაში. ხლებია ჩვენ გრაპლინგის ჯიუ-ჯიტსუს ტურნირებზე მონაწილეობთ. გამა გრაპლინგს რაც შეეხება, რავი, ძალიან აღთვალებულები ვართ ამ წამოწყებით. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს გუნდური სულისკვეთება უფრო მეტად ჩანს აქ. წააგე, გავარდი, მოიგე, დარჩი, აგრძელებ. თავისი პლუსებიც აქვს, თავისი მინუსებიც აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ბრძოლისთვის უკვე ფიზიკური კონდიციები ნაკლებ დაბლა ჩამოდის, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მომწონს თვითონ, რაც არის გამა გრაპლინგის ტატამი, ამაღლებული, რაც არის ორიგინალი, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება გარემოს, როცა შედიხარ შიგნით, ამდენი მაყურებელი, კამერები, ყველაფერი მოქმედებს, თალკე ფსიქოლოგიურად, თალკე ადამიანის ბუნებაზე.
ერთხელ კარგიც არის ეს, იმიტომ რომ საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა წარმოაჩინო, უფრო მეტი გამბედაობა მაგისთვის საჭირო და რავი, თავდადება. მე ვარ ნიკა ბერუაშვილი, Last Samurai-ის გუნდის დამფუძნებელი და მისი ტრენერი ასევე. რაც შეეხება ჩემი და სიჭინაოს ჭიდაობას, იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ იყო 5-5-ზე შეხვედრის პირველი ივენთის პირველი ჭიდაობა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ეს ფაქტი. სიჭინაოს რაც შეეხება არის ნამდვილად ძლიერი ბიჭი და საკმაოდ გამიჭირდა მისი დამარცხება და გადაწყვეტილებით დავამარცხე, ასე ვთქვათ. რაც შეეხება უშუალოდ გამას 5-5-ზე გუნდურ შეხვედრას, ეს ჩვენთვის და თითოეული გუნდისთვის არის ახალი გამოწვევა. ჩვენ მას მივესალმებით, რა თქმა უნდა, და ძალიან გვახარებს მსგავსი და ესე ვთქვათ, ესეთი სტილის შეჯიბრები და გამოწვევები. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ასე თუ ისე მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ გამოსვლით, რადგან იყო პირველი ივენთი, ჩვენთვის უცხო იყო მსგავსი სტილის და მსგავს არენაზე ჭიდაობა. მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს შესაძლებელი და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ჩვენს განვითარდებით და ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. საბოლოო ჯამში ჩემი გუნდით უკმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი ჩემ ბიჭებს იმ თავდადებისთვის, რაც უშუალოდ გამას სპიდზე გვაჩვენეს. რაც შეეხება უშუალოდ 5-5-ზე ფორმატს და გამას სპიდს და ამ ივენტს, ის რა თქმა უნდა განსხვავდება ნებისმიერი ტურნირისგან, ეს იქნება AGP, Fortis, Grappling Industria თუ ასე შემდეგ. რადგან თითქმის ყველაფრის უფლება გაქვს პიტჩში და ჩემი აზრით და ჩემი იდეოლოგიით, რადგან grappling-ი საბრძოლო სტილია და საბრძოლო სტილის სტილში უნდა გამოვიყენოთ, ჩემი აზრით ეს იდეალური შანსია იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა გააგრძელოს კარიერა MMA-ში და ნებისმიერ კომბატ სპორტში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მისაღებია, რაც მეტი თავისუფლება ექნება გრეპლერს და არ იქნება დამოკიდებული ქულებზე, ჩემი და ჩემი გუნდისთვის ყოველთვის მისაღები და მისასალმებელი იქნება ესეთი წამოწყება. რა თქმა უნდა, ხალხისგანაც დიდი გამოხმაურება იზრდება უშუალოდ გუნდის მიმართ ყურადღება და ეს ცალკე გასახარი ფაქტორია. რაც შეეხება დამატებით დროში წესების ცვლილებას, რაც მოიაზრებს იმას, რომ უშუალოდ იქნება აქცენტი გაკეთებული საბიშენზე და მხოლოდ საბიშენით დასრულდება, ეს ჩემი აზრით სპორტსმენებს მისცემს უფრო მეტ თავისუფლებას და უფრო მეტ როგორ თქვა, მონდომებას იმისთვის, რომ საბიშენით დაასრულონ თავიანთი შეხვედრა. და ალბათ საბრძოლო დინამიკასაც საგრძნობლად გაზრდის რა. ჩემი აზრით ძალიან მისასალმებელია და კარგი ცვლილებაა გამას წესებში ეს. მარნეულის გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ მათ გუნდს, მათ ბიჭებს, მქონდა გაზიარებული ტატამი მათ მსუბუქწონოსანთან და ასევე რამდენიმე სპორტსმენთან, მათი გუნდიდან. ძალიან დიდი ისტორია გვაქვს მათთან, ხშირად ჩავდივართ ტურნირებზე, ვიცნობთ მათ ბიჭებს და საკმაოდ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთან ჭიდაობა გამას სპიდზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათთვის ძალიან რთული იქნება რა. მგონია, რომ კარგი კონკურენცია იქნება და საყურებლად იდეალური იქნება ჩვენი და მათი ჭიდაობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი აუცილებლად მოუგებს თანაც სანახაობრივად. მოგესალმებით, მე ვარ იმრან მამედოვი, მარნეულის გუნდის კაპიტანი. 17 იანვარს ჩვენ ვხვდებით გუნდ Last Samurai-ს. მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა დაპირისპირება გუნდ Warriors-თან დავამარცხეთ, იყო ძალიან დაძაბული შეჯიბრი. თავიდან ცოტა ჩვენთვის წავიდა ბრძოლა ცუდად. მანუჩარისგან არ ველოდით ასეთ პერფორმანსს და ის ძალიან მაგარი იყო. გაიყვანა ჩვენი გუნდიდან 2. შემდეგ შევიდა ჩვენი გუნდიდან მესამე კაცი ნაზიმ ჩერპანოვი, ისიც დამარცხდა. შემდეგ შემოვედი მე, გავაკეთე მახრჩობელა სამკუთხედი სადაც 30 წამში. შემდეგი ბრძოლა მეც დავთმე. შემდეგ შემოვიდა ვიაჩესლავ კოპოტი, ერთი გაიმარჯვა იმან და შემდეგ კი დამარცხდა. ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ
ცოტა არ გვიყოფა რომ მოგვეგო. ახლა გუნდში გვაქვს ცვლილებები და გვემატა ახალი 3 წევრი. ერთ-ერთი მათგანი არის რაულ ისმაილოვი, ის არის უკრაინის ჩემპიონი MMA-ში, უკრაინის ჩემპიონი გრეპლინგში. არის ახალგაზრდა, ჯერ 17 წლის, ძალიან პერსპექტიული და ძლიერი ახალგაზრდა. ასევე დაგვემატა რამაზან ვალიევი, იგი არის 80 კილო, არის გრეპლერი. გრეპლინგი მისთვის მხოლოდ ჰობია, მაგრამ ის არის ძალიან ძლიერი როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, ძალიან წყნარი და ტექნიკური მებრძოლია. ასევე ჩვენი ახალი გუნდის წევრი არის აბდურაჰმან ასლანოვი, ისიც ძალიან გამოცდილია გრეპლინგის შეჯიბრებზე, აქვს პატარა წონა, მაგრამ თავის წონისთვის არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ასევე არის ძალიან გამძლე. წინა შეჯიბრში ჩვენ გქონდა გუნდში ცოტა დიდი ბიჭები, მოგვიწია ბევრი წონის დაკლება, სადაც დავიკელით 20 კილომდე და ეს ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო და ძალიან ცუდად ჩაიარა შეჯიბრით ამის გამო. ამჯერად არ ვიკლებთ წონას, ვჭიდაობთ რომელ წონაშიც ვართ და უფრო ენერგიული, უფრო ძლიერები ვიქნებით ამ შეჯიბრზე. ჩვენი მოწინააღმდეგები არიან გუნდი Last Samurai. ჩვენ ვიცნობთ ამ გუნდს ძალიან კარგად, მეგობრობთ მასთან, ძალიან ბევრჯერ შეხვედრილებიც ვართ შეჯიბრებზე. ძალიან ძლიერი გუნდია, გამოსარჩევია იქიდან ნიკა ბეროაშვილი, აქვს პატარა წონა, მაგრამ ძალიან კარგი ტექნიკა. რაც შეეხება ამ გუნდის კაპიტანს ლევან პატარაიძეს, წინაზე მოუწია ჭიდაობა ამიკო სიმონიშვილთან, როგორც ისეთ ამიკო არის მძიმე წონოსანი და ცოტა გაუჭირდა იმასთან და ვერ ანახავს თავისი პერფორმანსი. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ, რომ ლევან დავიპირისპიროთ ჩვენ მასწავლებელს რამილ ელჩიევს და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ ორი სპორტსმენის ჭიდაობა. და თუ ეს არ შედგება, მეც დიდი სიამოვნებნით ვჭიდავდი გუნდის კაპიტანთან და იქნებოდა კაპიტნების ჭახი. წინა ივენთებზე ჩვენი გუნდები ორივე დამარცხდა და მჯერა რომ ამჯერად ყველა Last Samurai-ს და ჩვენი გუნდიც ყველაფერს დადებს, რომ ეს ამ ივენთში გავიმარჯვოთ და მოგებულები ვიყოთ, იმიტომ რომ გვინდა გაგრძელება და სხვა გუნდებთანაც შეხვედრა. ბრძოლების სანახავად შეგიძლიათ მობრძანდეთ Gamma Fight Hall-ში, ან შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ ეთერში Gamma FC TV-ზე. ბილეთების ყიდვის ან ტრანსლაციის შეძენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომო კოდი მარნეული და მიიღოთ 10% ფასდაკლება.